სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც თავისუფალ და მოაზროვნე ქმნილებებს ღმერთის ამ სამყაროში შემოსვლა, ადამიანად მოსვლა, რა თქმა უნდა, გარკვეული და უდიდესი, უბრალოდ პასუხისგებლობისა და ვალდებულებების წინაშე გვაყენებს. და მთავარი ვალდებულება და მთავარი საქმე, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის, რომ შევიყვაროთ ის, ვინც ისე შეგვიყვარა, რომ ჩვენთვის გამოჩნდა უხილავი და ჩვენთვის ჩვენი ცოდვების გამო მოკვდა. ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანებს რაღაც განსასწრელი როცა შეემთხვევათ, ფიქრობენ ხოლმე, რომ გარკვეული ცოდვების გამო დაისაჯენ. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ არ იყოს რაღაცა ბმა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს მიერ ჩადენილ საქმეებში, ჩვენ შინაგან მდგომარეობასა და იმ ცხოვრებას შორის, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხშირად ვითარდება. რა თქმა უნდა, გარკვეული კავშირი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ იმის თქმა, რომ მე ესათვის განსასწრელი მომივიდა, იმიტომ რომ ქრისტიანს გულისხმობ. არა ქრისტიანი საერთოდ სხვა მდგომარეობაში მყოფია. ქრისტიანისთვის უფალი როგორც მღვდელმთავარი ლოცულობს. აი ეგ სიმანის ბაღში ვკითხულობთ, ვხედავთ ჩვენ ამას. და ეს მარადიული მღვდელმთავარი, იგი მარადიული მღვდელმთავარია, მისი მღვდელმთავრობა, მისი მეოხება არასოდეს წყდება ჩვენთვის. იგი თავია ჩვენს სხეული ვართ, იგი მღვდელმთავარია და მუდმივად მეოხია ზეციური მამის წინაშე თითოეული ჩვენგანისათვის, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ. შესაბამისად, ჩვენ როცა საკუთარი ცოდვები გვახსენდება და გვტანჯავს, კარგია როცა ხედავს ადამიანი საკუთარ თავს და საკუთარ ცოდვებს, მაგრამ მეორე მხრივ ამას ხშირად ეშმაკი იყენებს, რომ ჩვენ დავიძრგუნოთ და ამ დროს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ყველა ცოდვა მიტევებულია თუ ჩვენ შევინანებთ, ან თუ ჩვენ დავიძვრებით იმისკენ, განვითარდებით იმისკენ, აღვიძვრებით იმისკენ, ვინც ცოდვები მოგვიტევა თავის სიკვდილით და ჩვენი ყველა ცოდვა მიტევებულია, იმიტომ რომ უფალი მოკვდა. ამის გამო და რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეს ჩვენში ბადებს, უნდა ბადებდეს სიყვარულს, როგორც იოანე მოციქული ამბობს, ჩვენ გვიყვარს იგი რამე თუ პირველად მან შეგვიყვარა, მაგრამ რას ნიშნავს გიყვარდეს ქრისტე? ამასაც ხო ცოდნა უნდა, ესეც ხო სასწავლი გვაქვს. სიყვარული ხომ საქმეა და არა უბრალოდ რაღაცა სტიქიური ემოცია, რომელსაც ადამიანი ვერც კი არ ყვევს რა არის. ხო, სიყვარული რა არის სიყვარული? აი ღვთის სიყვარული რა არის და ამაზეც ბევრი ფილოსოფია რადგან როცა გამოცხადებით ვიცით ჩვენ ეს რა არის სიყვარული. სიყვარული ეს არის ქრისტესადმი ერთგულება. მე იმას ვუყვარ ვარ, ვინ ჩემ ცნებებს აღასრულებს. ბუნებრივიც არის, ლოგიკურიც არის. შენ თუ შენი სიყვარულის სუბიექტის ნება არ გაინტერესებს და არ ცდილობ, რომ მას მოусმინო, მას უერთგულო, მას დაუჯერო, გესმით? მაშინ სადღა არის სიყვარული. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვიყვარს იესო, უბრალოდ ჩვენ თუ გვინდა რომ გვიყვარდეს იესო ქრისტე, ჩვენ მის ცხოვრებას უნდა შევხედოთ, მისი ნება უნდა გამოვიკვლიოთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც ის ცხოვრობდა, როგორც მან მოგვიწოდა, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც და გვაჩვენა. და როგორ იცხოვრა იესო ქრისტე? როგორ იცხოვრა მან? მან შეიყვარა ისეთი სიყვარულით ადამიანი, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია უბრალოდ. მან შეიყვარა აბსოლუტურად, უბრალოდ მას უყვარს ყველა, როგორც ღმერთს, მაგრამ მან ეს სიყვარული როგორც ადამიანმაც გამოავლინა, მას უყვარს ყველა და ესეთი სიყვარული გამოავლინა. ყველაში იგულისხმება მათ შორის ისინიც, ვინც სიყვარულის ღირსნი არ არიან. მათ შორის ისინიც, ვისაც თავად ქრისტეს ზულთ. მათ შორის ისინიც, ვინც ქრისტე გაიმეტა საშინელი ცინიკური ტანჯვითი სიკვდილისათვის. ყველა უყვარს. და როცა უფალმა ეს გვაჩვენა, მე გითხრა, რომ ჩვენც უნდა გვიყვარდეს მტერნი ჩვენი. ანუ ის, რომ ჩვენ ვიყოთ ქრისტიანები, ამისათვის არ კმარა ჩვენი რელიგიურობა, ჩვენი დაჯერებულობა იმაში, რომ ღმერთი არის, ჩვენი საიდუმლოებებში მონაწილეობა, ეკლესიის წევრობა, არ კმარა, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყველა. ჩვენ ძალიან ხშირად ვწუხვარ და ვიტანჯებით იმის გამო, რომ ჩვენს აი მაშინ როცა მართლები ვართ,
ხა მეცინება უცებ სირცხვილია როცა ადამიანებობს რომ აი მე როცა მართალი ვარ იმიტომ რომ ჩვენი სიმართლე რა არის ჩვენი სიმართლე მაგრამ აი დაუშვათ თეორიულად დაუშვათ რომ რაღაცა მდგომარეობაში შენ მართალი ხარ აღმოაჩენ რომ მიუხედავად იმისა რომ შენ მართალი ხარ ვიღაცებს მაინც არ უყვარხარ ვიღაცები მაინც გმტრობენ გძულობენ გავიწროვებენ ცილს გწამებენ ამ დროს ჩვენ ძალიან ვიტანჯებით მტკივნეულია გასაგებია მაგრამ ქრისტიანი ასეთ განსაცდელს ხო სხვანაირად ხედავს ეს ხო ჯერ ერთი ნახეთ არაბუნებრივია თვით გადარჩენის ინსტინქტს მიშვებული ბიოლოგიური არსებისათვის როგორ ეხლა სანამ შენ შემჭამ მე შეგჭამ ესე ცხოვრობს ადამიანი როცა ის კიდევ მეორე მიშვებულია თავის ბიოლოგიურ ინსტინქტს მაგრამ ქრისტიანი ხო ასე არ უნდა ცხოვრობდეს აი დღეს აგერ წავიკითხეთ აჰა მე მიგავლინებ თქვენ ვითარცა ცხოვართა შორის ბგელთა უფალმა ცხრებად განგვაწესა ბგლებს შორის ნუ ბგლები ვინ არიან ხო ეს ამასოფლის სულით სავსე შეპყრობილი უღმერთო ქრისტეს მოძულე სამყარო სადაც მოვიდა ქრისტე და ქრისტეს ეცრნენ ძაღლებივით როგორც დავით მეფსალმუნე წინასწარმეტყველებს ძაღლებრ მივესიეთ და მოვკალით ახლა ჩვენი ჯერია ჩვენს ძაღლებრ მოგვესევიან და გვამზადებს უფალი გვეუბნება რომ და თქვენ მგელი არ უნდა იყოთ თქვენ მაინც ცხრები უნდა იყოთ და ეს ნიშნავს იმას რა ცხვარი ხო რას ნიშნავს ეს სიმბოლოა რისი სიმბოლოა ურისხველობის ადამიანის მიმართ ადამიანის მიმართ შურისძიების არ ქონის სიძულვილის არ ქონის მხოლოდ მიმტევებლობის უსასრულო მიმტევებლობით უსასრულო გულმოწყალების ადამიანი ესეთი ხო არა ჩვენ ხო ასეთები არა ვართ მაგრამ ასეთები უნდა გავხდეთ აი როგორ გავხდე მე ისეთი რომ ვიყო ცხვარი მგლებს შორის როგორ გავხდე ცხვარი და თურმე ესეც ისწავლება ღმერთი ზრუნავს იმისათვის რომ შენ ასეთი გახდე იმიტომ რომ თუ ასეთი არ გახდი ვერ იქნები ისეთი როგორიც ის იყო და თუ ვერ იქნები ისეთი როგორიც ის იყო ვერ ცხუნდები იმიტომ რომ ცხონება არის ის რომ იყო ისეთი როგორიც ის არის გესმით რა შეასაქმე ჩვენ ვერ ცხუნდები თუ ქრისტეს არ დავამსგავსებით და როგორ ვისწავლოთ ეს როგორ და თურმე ეს ისწავლება და ისწავლება ასე მოვა ვიღაცა და უსამართლოდ მოგექცევა მოვა ვიღაცა და ცილს დაგწამებს მოვა ვიღაცა და ფიზიკურადაც შეგავიწროებს და თურმე შენ უნდა მოექცე ისე როგორც შენ ადგილას ქრისტე მოიქცეოდა და რა თქმა უნდა ვერ იქცევი ისე ვერაბარებ გამოცდას მერე ნანობ მერე წუხარ მერე ისევ მეორდება ეს გამოცდა ეს სწავლება ეს სკოლა ღერითმა არ ვარდება ჩვენი თავიდან ღვთის განგებულების გარეშე ღერითმა არ ვარდება და როცა ჩვენ გვავიწროვებენ როცა ჩვენ ცილს გვწამებენ უნდა გვიხაროდეს თუ უნდა გვწყინდეს გვტკივა როცა ჩვენ გვტკენენ მოდი უფრო გასაგები რო იყოს უნდა გვიხაროდეს თუ უნდა გვწყინდეს თურმე უნდა გვიხაროდეს რატომ იმიტომ რომ ეძლევა შესაძლებლობა ერთი გაკვეთილი კიდე ჩამიტაროს ღმერთმა რომ ნაბიჯი გადავდგა მისი მსგავსებისკენ იდეაში იცით როგორ არის აი მე თუ შევძელი რომ ჩემი მლანძღველები ცილის მწამებლები მიყვარდეს საქმით და ხა საქმის სიყვარული რას ნიშნავს წამებენ ცილს მლანძღავენ ესე იგი საშუალება რომ მიეცეთ პრინციპში სასიკვდილოთაც გამიმეტებენ ფიზიკურ სიკვდილს გულისხმობ ამ შემთხვევაში ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერს იზავენ და როცა ესეთი რამ მოდის ჩემთან მე უნდა ვხარობდე იმიტომ რომ მეძლევა შესაძლებლობა რომ ქრისტეს ცნება აღვასრულო ყველაზე რთული გიყვარდეს მტერნი თქვენი იმიტომ რომ ამ ცნების აღსრულების გარეშე ვერ დასტურდება ჩემში მადლის მყოფობა და როცა ადამიანი აი ვიღაცა წამებს საშინლად რაღაცას კატასტროფულს გაბრალებს უნდა გამიხარდეს და როცა გამარტოვდები უფალთან მთელი არსებით უნდა
ვთხოვო უფალს ამ ადამიანისათვის. ისეთი მთელი არსებით, როგორც საკუთარი შვილისთვის, საკუთარი ოჯახის წევრისთვის. უფალო, შეიწყალე ეს ადამიანი. სინანული მიეცი, გადაარჩინე, აცხოვნე და მისი ლოცვით მე მაცხოვნე. ჩვენ უნდა ვხარობდეთ ამით. გესმით, უნდა ვხარობდეთ. და მე გეტყვით ერთ საიდუმლოებას, როდესაც საშინელ სილს დაგწამებენ ისეც, რომ არც დაგსიზმრებია. აბა მოსინჯეთ და გააკეთეთ ეს. ოღონ გულწრფელად, ქრისტეს სიყვარულისათვის. ნახეთ, რამხელა მადლს მიიღებთ, რამხელა სიხარულს მიიღებთ, გაოცდებით, რომ აი ესეთი რამის მერე ლოცვაზე რო დადგებით, ან წირვაზე რომ მოხვალ, ან მეორე დღე რო გათენდება. რაღაც გიხარია, რაღაც კარგად ხარ სულიერად. ლოცვის ყველა სიტყვა გულიდან ამოდის, მადლის განცდა გაქვს. ვფიქრობ, რატო? იმიტომ, რომ ქრისტეს უერთგულე, როცა შენს თავს ლაფ დამსხმელ ადამიანს, ცილის წამებელს, მოძულეს, რამის ეშმაკეულს და შეპყრობის, რომ შენი განადგურება უნდა, შენ მასზე ზრუნავ, ღვთის წინაშე, იმ ადამიანს შენზე გაუგებრად გაბოროტებულს, შენი სახით, ისე რომ მან არ იცის, მლოცველი ყავს ზეციური მამის წინაშე, გესმით? და ამით ღმერთი ემსგავსები რა ღმერთი თავის სულს გაძლევს, რომელიც გახარებს, რომელიც გაბედნიერებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სიბრძნე ჭირდება. ადამიანი თუ სულელია და სულელი არავინაა, როცა ადამიანს ტვინის ფუნქცია ჯამთელი აქვს, ის არ ტვინის ფუნქცია, როცა თქვა ფიზიკური დაზიანება სხვა არის, მაგრამ როცა ადამიანს ტვინის ფუნქცია ჯამთელი აქვს, მას არ ეპატიება სისულელე. მას აქ ვალდებულება იყოს ბრძენი და როგორი ბრძენი, აი როგორც უფალი ამბობს, იყველით უკვე მეცნიერ ვითარცა გველნი. გველი სიბრძნეს სიმბოლოა, ხო გესმით ახლა გველი სიბრძნეს სიმბოლო იყო აღმოსავლეთში ყოველთვის. და უმანკო ვითარცა ტრედი. სიბრძნე და გულის სიწრფეება და უმანკოება ჩვენი ვალდებულება და ეს იმისათვის რომ იყო ცხოვარი, სხვანაირად. შენ თუ ან უგუნური ხარ, ან გულბოროტი ხარ, შენ ვერ შეძლებ იყო ცხოვარი, ვერ შეძლებ ქრისტეს დაემსგავსო, როგორ შეიძლება გულბოროტი და სულელი ქრისტეს ემსგავსებოდეს, ეს ხო გამორიცხულია. ეს რას ნიშნავს? სათნოება დაემსგავსო ქრისტეს, ეს არის ადამიანისგან თელი მიზანსწრაფულობით, გონიერებით, წინასწარ განზრახულობით, მოფიქრებული, გადადგმული ნაბიჯი, ანუ ღმერთის მადლსთან თანამშრომლობ, სრული გაცნობიერებულობით, როგორც ღვთისაგან შექმნილი მოაზროვნე არსება. გესმით? რა თქმა უნდა გვაფრთხილებს უფალი ესე დროს, ეგზალებოდეთ კაცთაგან, რამე თუ მიგცემდნენ თქვენ გვაფრთხილებს, რა იქნება, მეგცემდეთ თქვენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდნენ თქვენ, წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქვენ ჩემთვის საწამებელად მათთა და წარმართა, ანუ მთელი სამყარო აღდგება და რაჟამს მიგცენ თქვენ ნუ ზრუნავთ ვითარ, ანუ რასა იტყოდით, რამე თუ მოგეცეს თქვენ მას ჟამსაში, აიგე რასა იტყოდით, რამე თუ არა თქვენ იყვეთ მეტყველნი, არამედ სული მამისა თქვენისა, რომელი იტყოდეს თქვენ შორის, ანუ არ გეშინოდეთ უნდა, იმიტომ რომ თქვენში ღმერთია და თქვენ ღვთის ტაძარი ხართ, თქვენ ქრისტეს საქმის გამგზელებელი ხართ, თქვენში ქრისტეს სულია. აი ესეთი მდგომარეობა ეძლევა ადამიანს და როცა აქ საუბარია წარმართებს შორის და 1000 ვიღაცა ტანჯავს, ეს არა მარტო წარმართ, არამედ საკრებულოსაც ახსენებს. და ჩვენი საკრებულო რა არის? ჩვენი საკრებულო ეკლესია და წმინდათა ცხოვრებას თუ გადახედავ, აღმოჩნდება, რომ ზოგ შემთხვევაში ტანჯვის, გოლგოთის გზას ადამიანი სადმე კი არ გადიოდა ეკლესიის გარეთ, ამათ ეკლესიის შიგნით და ყველას გვახსენდება ამ დროს მე-20 საუკუნის უდიდესი წმინდანი ნექტარიოს ეგინელი, რომელიც ფილმიც ალბათ დანახი გაქვს. უბრალოდ გამაოგნებელი ტანჯვა გაიარა, ვისი ხელით? ვინ ტანჯა? ვინ? სულიერმა ძმებმა, ქრისტეს მიერმა ძმებმა ტანჯეს. რა საოცრება, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არსად ბოლომდე დაცული არ არის ამ სოფელში, ამ სოფლისული ეკლესიაშიც აღწევს, მაგრამ ჩვენ ყველგან, როცა ეს დაშვება მოდის, ყველგან ქრისტეს მცნების,
რომ გვიყვარდეს მტერი ჩვენი და ამგვარად გავიზარდოთ, ამ ცნების აღსრულების შესაძლებლობა გვეძლება ჩვენი დატევნის შესაბამისად და ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვნებისთვის არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანი შემთხვევით შარაგზაზე გაგორებული რაღაცა ბურთივით თუ პამიდორივით არ არის, რომელიც შეიძლება ვიღაცამ და რაღაცამ შემთხვევით გაჭყლიტოს, არაფერი არასოდეს ჩვენ ცხოვრებაში შემთხვევით არ ხდება. და პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ესე გვეუბნება, რომ გულების გამომცდელმა, გულების მხედველმა იცის როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმინდათა მეოხი ღვთის ნებით, ანუ ღმერთი გცნობს შენ, იცის შენ როგორი გული გაქვს და შენ თუ წმინდა ხარ, წმინდათა მეოხი, ანუ წმინდა რა გაგებით, ხშირად ვამბობთ ხოლმე, არა ცხონებულობის გაგებით, არამედ ღვთისნების აღსრულების მოსურნე რომ ხარ, აი მგაგებით, რომ გინდა რომ ღმერთს უერთგულო, მაშინ გიწოდებს ეკლესია შენ წმინდას უკვე წინსწრებით, იმიტომ რომ შენ გინდა ღვთისნების ამსრულებელი იყო და ესეთი თუ ხარ, ღმერთი გცნობს როგორც საკუთარ შვილს და შენი მარადიული მღვდელმთავარი ხდება იესო ქრისტე. და ასე დროს ღვთისმოყვარე ხდები და ვიცით რომ პავლე მოციქული აგზელებს რომ ღვთისმოყვარედ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ღვთისმოყვარე, რომელიც დაგიძახა მან სამყაროს შენთვის შექმნა, სამყაროს შექმნამდე მის ცნობიერებაში იყავი, ეხლა შენ მოგიხმო და ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ, ყველაფერი, ყველა ტკივილი, ყველა განსასწრელი, ყოველი უსამართლოდ მოსული თქვენზე რაღაცა ტკივილი, ყველაფერი სასიკეთოდ შეგეწევათ, თუ თქვენ ამ ყველაფერს ქრისტეს მიერი გულით, სულით, თვალებით შეხედავთ და გამოიყენებთ. და თქვენ წინასწარ ცნობილნი ხართ ღვთისათვის, რადგან ისინი ვინც წინასწარ ცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. ანუ ღმერთი ძმად დაგვიდგა ღმერთი და ჩვენი წინამძღვარია პირმშო, ანუ წინამძღვარი უფროს ძმად დაგვიდგა სამყაროს შემოქმედი ძე ღმერთი. იმიტომ რომ შვილად გცნო, ესე იგი ღმერთმა. და ასე დროს პავლე მოციქული ამბობს, ესე იგი რა გამოდის? ღმერთი ჩვენსკენ ყოფილა. ჩვენიანია ღმერთი. და მე იტყვის, ღმერთი თუ ჩვენსკენაა, მაშინ ვიღაა ჩვენს წინააღმდეგი. ეხლა ეს რას ნიშნავს? იმას კი არა, რომ ჩვენ ამასოფლის სულით შეპყრობილი ვხდებით ისევ და თუ მოგვარტყავენ, ერთს 5 იმდეს მოარტყავს, მერე ღმერთი იმას. არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამასოფლის სული, რომელიც ჩვენ ცნუნებას ცდილობს, სხვადასხვანაირი გზით, ლიქნით, კეთილდღეობით, ფუფუნებით, უსამართლობით, ტანჯვით, რა მნიშვნელობა აქვს ეშმაკისთვის ქრისტეს როგორ უარყოფ. აქედან შემოგიტევს მარჯვნიდან თუ მარცხნიდან. ამიტომ ჩვენ როცა ამბობს ღმერთი ჩვენსკენა, რადგან ღმერთი ჩვენსკენაა, ჩვენ წინააღმდეგ ვინ იქნება, ვინ დაგვამარცხებს ჩვენ, ამაში იგულისხმება, რომ ჩვენ არ გავტყდებით როგორც ქრისტიანები. და ამიტომაც აქცენტს აკეთებს პავლე მოციქული არა იმაზე, რომ გამარტყავენ და 5 იმდეს გაარტყავს მე ღმერთი და ცუდად მომექცენ და ნახე ის როგორ დაიჯება ცუდად რომ მომექცენ, ამას კი არ გულისხმობს, როცა ამბობს, რომ ღმერთი ჩვენსკენ თუა, ვინ იქნება ჩვენი წინააღმდეგი, არამედ იმას, რომ ჩვენ არ დავკარგავთ ქრისტესადმი სიყვარულს და რაც მეტად შეგვებრძოლება ამასოფლის სული, უფრო მეტად და მეტად შევიყვარებთ ქრისტეს და ამიტომ არის ეს პავლე მოციქულის დიდებული სიტყვები მერე უკვე. ვინ განმაშორეს ჩვენ სიყვარულს ამას ქრისტესსა და ჩამოთulis ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამ, ანუ სიყმილმან, ანუ შიმშილმან, შიშლოებამან, ანუ ურვამან, ანუ מחვილმან. ვინ უნდა განმაშოროს მას ქრისტესადმი სიყვარულს? რას ნიშნავს ქრისტესადმი სიყვარული? ვცდილობ მივბაძო მას და ვუერთგულო მას და ვიცხოვრო ისე, როგორც ის ცხოვრობდა და რაც თავარია, მისი თვალებით ვიყურებოდე და რაც თავარია, ვცდილობდე მიყვარდეს ადამიანი ისე, როგორც მას უყვარს. აი ამას ნიშნავს, რომ მე ქრისტეს სიყვარულსა განვეშორები. ვითარცა წერილ არს, შენთვის მოვწყდებით ჩვენ მარადღე და შევირაცხებით ჩვენ ვითარცა ცხოვარნი კვლადნი. გესმით რას ნიშნავს? მიგავლინებთ ვითარცა ცხოვარს შორის მგელთ. ცხოვარი კვლადნი, შეწირული მსხვერპლივით არის.
ეს არის ქრისტიანობა, ძმებო და დებო და სხვა ქრისტიანობა არ არსებობს. არამედ ამას ყოველსა ზედა ვძლევთ ჩვენ მის მიერ, რომელმანცა შეგვიყვარა. ანუ ჩვენ ვძლევთ, ანუ ამგვარად ვიმარჯვებთ ჩვენ იმის მიერ, ვინ ჩვენ შეგვიყვარა. ანუ ქრისტე ამ დროს ჩვენთან არის. რამე თუ მწამს ისევ დიდებული სიტყვები პავლე მოციქულისა, ვითარმეც არცა სიკვდილმან, არცა სიცოცხლემან და მე არც ანგელოზი და ანგელოზთა სხვადასხვა დასებს ჩამოთვლის თავრობა, ძალი, მე არც ამ სოფელმან, არც მან სოფელმან, ანუ არც იმაღლეთა, არც სიღრმეთა, მთელი შესაქმე, საღვთო შესაქმე თავის ანგელოზებნიან ყველაფრიანად მოიცვა პავლე მოციქულმა და არც სხვა დაბადებულმა თუ რამე კიდე არ ვიცი შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღვთისასა, რომელ არც ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენის. აი ეს ცეცხლოვანი სიყვარული პავლე მოციქულისა გადამდებია თუ ჩვენ ამას გულს გავხსნით და დავინახავთ. რა ხდება, მაგრამ ეს რო შევძლოთ, მე ერთმა ცოდვილმა თეოდორე მღვდელმა უნდა ვისწავლო ჩემი მაჭირებლების, ჩემი მაგინებლების, ჩემი ცილის წამებლების სიყვარული და მე მთელი ხმით ყველა ჩემს ცილის წამებელს, ყველა ჩემს მლანძღველს, მაგინებელს, მოსურნეს ბოროტისა ყველას ვეუბნები, მადლობთ ძმებო და დებო იმისათვის, რომ თქვენ მაძლევთ საშუალებას ქრისტეს მცნება აღვასრულო, ყველას გიკეთებთ მეტანიას და ყველას გიხსენებთ ჩემს პირად ლოცვებში, იმიტომ რომ თქვენი საშუალებით, თქვენ სულებზე ზრუნვის გამო ღმერთი იმხელა წყალობას მაძლევს, რომელიც წყალობას მე სხვა არანაირი ღვაწლი და არანაირი შრომით და არანაირი მარხვით მე არ მეძლევა, თქვენ ახართ ის, ვისი საშუალებითაც ღმერთი ამ წყალობას მუდამ მაძლევს. მადლობა ყველა ჩემს ცილის წამებელს, ყველა ჩემ ლანძღველს და მაგინებელს. ასე უნდა გავაკეთოთ ეს და დამერწმუნეთ, ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდი ნახტომებით განვითარდება, იმიტომ რომ სხვა ვერაფრით მოიხვეჭ სული წმინდას. თანამედროვე 21 საუკუნის ადამიანი, რომელსაც ღვაწლის უნარი არ აქვს თუ არა მტრის სიყვარულით. ეს არის ყველაზე იოლი გზა, რომ ჩვენში მადლი შემოვიდეს და ქრისტეს დავემსგავსოთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.